რა შეგიძლიათ მოუყვეთ ჩვენ აუდიტორიას ახლა რა პროცესი მიდის ირანში? დიდი მადლობა მოწვევისთვის. უბრალოდ გლობალურ კონტექსტის რო დავიწყო ორი სიტყვით შეიძლება. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, მნიშვნელოვანი სახელმწიფო, გეოპოლიტიკური მოთამაშე. ის არის რუსეთის ერთ-ერთი დიდი მოკავშირე და ამ ბოროტების ღერძის ერთ-ერთი მთავარი ბასტიონი თუ შეიძლება ესე ითქვას. ამიტომ რა პროცესების ვითარდება ირანში, ეს არ არის მარტო ირანის პრობლემა, ეს არის თქვენი რეგიონის და მთელი მსოფლიოში და ამ საკითხში უკვე ჩართულები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი და დასავლეთის ქვეყნები. ეხლა ეს პროცესები, რაც დღეს ირანში ვითარდება, არის თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ დაიწყო იმ სოციალური ფენებიდან, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას შევადაროთ იმ 1979 წელს პროცესებს. ჩვენ თუნდაც რამდენიმე წლის წინანდელ რამდენიმე პროტესტს, არა? მაგრამ ჩვენ განსხვავებებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაშინ ესე მასიურად არ იყო ეს სოციალური ფენა ჩართული. ამ რეჟიმს ბევრი ბრძოლა ჰქონდა გადარჩენისთვის 1979 წლის შემდეგ იყო 1997 წელს 2009 წელს 2021 წელს მაგრამ ეს არის განსხვავებული პროტესტი შემიძლია გითხრათ და კარგია ჩვენ ვილაპარაკოთ განსხვავებებზე რა განსხვავებებია მაშინდელ პროტესტებს და დღევანდელ პროტესტებს შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის რომ მოსახლეობა რამდენად არის უკაცრავად ჩაგიკითხებით რამდენად არის ეს ისეთი მოცემულობა, რომელმაც შეიძლება გარდაუვალი თუ არა ძალიან ახლოს მიიყვანოს ირანის ცვლილებებთან. ზუსტად, მოსახლეობას აქვს ერთი მიზანი, შეცვლა ხელისუფლების. 2009 წელს ეს მიზანი არ იყო. 2021 წელს იყო, მაგრამ არ იყო ესეთი მასა. მეორე, ეს არის ყავს უკვე ლიდერი. ეს არის ლიდერი რეზა ფახლავი, რომელიც უკვე ნენელა სიმბოლოთიქს და ამოძრაობის. შენ თუ გინდა რომ გაიმარჯო, აუცილებელია ყავდეს ლიდერი, აუცილებელია რომ მოსახლეობა ვიღაცის გარშემო გაერთიანდეს. რომ ის არ არის შიგნით. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ უნდა ვივარაუდეთ, რომ ჩვენ როგორც თქვით, ეს არ არის მარტო შიდა ბრძოლა ძალაუფლების, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური ბრძოლა. მაგალითად, ძალიან ნიშანდობლივია თავდაცვის ძალების, ირანის თავდაცვის ძალების განცხადება, რომლებმაც თქვენს ცალსახად რომ ისინი ჩაერთვებიან ამ ბრძოლაში და დაიცავენ ინფრასტრუქტურას და დაიცავენ მთავრობას. წინა გამოსვლების დროს 97-2009 ისინი ჩართულები არ იყვნენ. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი პირდაპირ იძახიან, რომ ეს არ არის შიდა ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საგარეო ძალების წინააღმდეგ. ტერორისტები გვებრძვიან ამერიკის შეერთებული შტატები და კერძოდ ისრაელი. და ზუსტად აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი მათი განცხადება. ცვლილებებას მოიტანს ცვლილებებისთვის, იმისთვის რომ ეს რევოლუცია შედგეს, არის თუ არა სწორედ სამხედროების გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი. რას იზამენ იარაღიანი ადამიანები? რამდენიმე ფაქტორია. ერთი ფაქტორი არის ის, რომ რამდენად გაერთიანებულია ოპოზიცია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ავტოკრატიულ რეჟიმებში ოპოზიცია მთლიანად განადგურებულია. შეიძლება მაგალითად პრეზიდენტები როგორც ვიცი შინაპატიმრობებში არიან და რა თქმა უნდა, აი მაგალითად პოლიტიკური ლიდერები ქვეყნის შიგნით არ არსებობს. ხო, ჩვენ ეს კარგად ვიცით. სისტემა შეიძლება არ იყოს ძლიერი, შეიძლება იყოს სუსტი, მაგრამ რო არ არსებობს ალტერნატივა, ამიტომ ეს ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმები დიდხანს ცოცხლობენ. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდოთ, როგორ მოხდება აი ამ ძალების, ოპოზიციური ძალების გაერთიანება. ჩვენ როგორც ინფორმაცია გვაქვს, დასავლეთიდან არიან ჩაოლებული ირანელი მოქალაქეები ჩასული იმისათვის, რომ რაღაც ამ გაერთიანებებს შეუწყონ ხელი. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ისრაელი მაგალითად ერთი წლის წინანდელ 12 დღიან ომის დროს ისრაელს ჰქონდა თავისი მაგალითად დრონების საწარმო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელს ყავს თავისი ძალები, შეიძლება ითქვას ირანის ტერიტორიაზე, რომელიც ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას კომუნიკაციაში, გაერთიანებაში, კონსოლიდაციაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ეს აქამდე არ არსებობდა. ჩვენ ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღებას ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებას, ხო? როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ასე ვთქვათ, მან მიიღო სიგნალები მოლაპარაკების თაობაზე, ეს ამ პროცესში რა ცვლილებას შეიტანს. შეიძლება თუ არა, სწორედ აი ამ ხალხის ნების მიღმა რაღაცნაირი შეთანხმება შედგა. ირანის დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან კარგი გამოცდილება აქვს ტრამპთან ურთიერთობების. მათ იციან, რომ ეს არის ძალიან
კონკრეტული, ძალიან ძლიერი ლიდერი, რომელსაც შეუძლია მძიმე გადაწყვეტილებების მიღება. ეს იწვნიეს თავის თავზე ცოტა ხნით. ზუსტად და აქედან გამომდინარე ისინი ცდილობენ რაღაცა ფორმით ჩაახჩონ ეს პროტესტი, გაწელონ დრო და რაღაცნაირად გადარჩნენ. ამიტომ ეს მათი მცდელობა არის ტრამპთან მოლაპარაკების ზუსტად. აი რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების თემა, რა შეიძლება შეუთანხმდნენ ისინი, რომ ტრამპისგან მიიღონ, ასე ვთქვათ, რაღაც მე ვფიქრობ, რომ მოძრაობის სივრცე მათ ძალიან პატარა აქვს. ეს რეჟიმი ესეთი სუსტი არასოდეს არ ყოფილა ბოლო 40 წლის განმავლობაში, ხო? ეკონომიკურად, ფინანსურად, პოლიტიკურად, გეოპოლიტიკურად მთლიანად განადგურებულები არიან. შარშანდელი 12-იანი დღიანი ომის დროს ისინი საერთოდ ძალიან დასუსტდნენ. აქ არის ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი თუ რამდენი როგორ ნაბიჯებს გადადგავს ირანული ელიტა. და განსაკუთრებით ხაზგაუსვავდი ეგრეთ წოდებული ნავთობის ელიტას, რომელმაც თავის დროზე 1979 წელს გადამწყვეტი როლი ითამაშა. ჯერჯერობით ეს ადამიანები ჩუმად არიან. თუ ისინი ბიზნეს ელიტა, მაგრამ აქ მთავარი ბიზნესი არის ეგრეთ წოდებული ნავთობი ელიტას ეძახიან და აქედან გამომდინარე, თუ ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. და თქვენ სწორად ახსენეთ ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების მექანიზმი, ხო ეს რევოლუციური გუშაკთა კორპუსი, რომელიც არის ესე როგორც ვთქვათ, მთავარი ხერხემალი ამ რეჟიმის. და ჩვენ უნდა დავაკვირდეთ აი მომავალი კვირის განმავლობაში თუ როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ისინი, მოხდება მათი სრული ჩართვა ამ ბრძოლაში, გორზე გადადგავენ ნაბიჯს. აი ეს საერთოდ ამ კომპლექსში უნდა ტრამპის მოლაპარაკების და ამ საერთო პროცესში უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი. ახლა მსხვერპლი არის 500 როგორც თქვი, მაგრამ არაოფიციალური ცნობებიც ვრცელდება, რომ კი და როგორც გავრცელდა არაფორმალური დაახლოებით 10,000 ადამიანს გადაცდა დაღუპულთა რაოდენობა. შეიძლება თუ არა ეს ძალიან მძიმე ამბავი, შეიძლება თუ არა ასევე პროტესტის შემაფერხებელიც იყოს იმ მხრივ, რომ ეს მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ანუ მე ვფიქრობ, მძიმე ჩვენ რასაც უყურებთ სხვა პროტესტებისგან განსხვავებით, ეს უკვე ყველა რეგიონი მოიცვა. ყველა რეგიონი მოიცვა, ყველა სოციალური ფენა მოიცვა და აი როგორც განაცხადეთ, აი ეს ელიტა, ეს ნავთობი ელიტა ჯერჯერობით ჩუმად არის. დანარჩენი არის, რაც არის პროტესტის მნიშვნელობა, ეს არის მზარდი პროტესტი. სამხედროებიც და ალბათ ნავთობელიტაც, როცა შეხედავენ, რომ ეს უკვე რაღაც გარდაუვალ პროცესთან აქვს საქმე, ალბათ მაინც რაღაც ხალხის აქტიურობაზე და აქციებზე იქნება ეს. და რაც მნიშვნელოვანი ეს არის ჩართულები, აი მაგალითად 12-დღიანი ომის დროს, როდესაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელა სამხედრო თუ შეიძლება ეს დაბომბვა, ხო, ამათ ინფრასტრუქტურის, სამხედრო ინფრასტრუქტურის რეაქტორის, ხო, ატომური რეაქტორის, მაშინ მოსახლეობა რაღაცა ფორმით გაერთიანდა და მათ დაგმეს საერთაშორისო ამერიკის და ისრაელის მოქმედება. მაგრამ იმ 12-დღიანი ომისგან განსხვავებით, აქ უკვე ისინი გამოვიდნენ და ამერიკას მოთხოვეს დახმარება. ეს უკვე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საერთაშორისო ძალებს ისინი თხოვენ, რომ ჩაერთვნენ ამ შახის ფაქტორი, შახის მმართველობა იყო ის, რაზეც იდგა ეს რეჟიმი აწლეულების განმავლობაში. ახლა როგორ მოხდა ისე, რომ შახის მემკვიდრე რაღაცნაირად თქვენ ახსენეთ, რომ ის ალტერნატივა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, როდესაც რევოლუციაზეა საუბარი, როდესაც ესეთ აჯანყებაზე საუბარი, უნდა ყავდეს ლიდერი. ლიდერის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია ესეთ ბრძოლაში გამარჯვება და რეზი ფახლავი არის ადამიანი, რომელსაც ლეგიტიმაცია აქვს თავისი ოჯახიდან, თავისი მამიდან და აქედან გამომდინარე ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს დაუშვათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან, დასავლურ ელიტასთან და მას აქვს ლეგიტიმაციის რესურსი, სოციალური კი ბატონო, რას უნდა დავაკვირდეთ ახლა, რა იქნება, რა დღეები, ვთქვათ, რა ნიშნები, გადამწყვეტი ნიშნები იქნება, რამდენად იაქტიურებს და რა ნაბიჯებს გადადგავს ეს ეგრეთ წოდებული ნავთობელიტა და რა ნაბიჯებს გადადგავს ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების სამსახურები, როგორც ასეთი მაგალითად რევოლუციური გუშაკთა კორპუსი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რამდენად მზარდი გახდება ეს პროტესტი. ეს აუცილებლად მილიონობით ადამიანი უნდა მოიცვას ამ პროტესტთან. ძალიან დიდი მადლობა.